დილა მშვიდობის. ჩემთვის დილა, ბევრისთვის არ იქნება დილა. ეს რა მომეშვილა. 11 საათი არის. სადაც 1 საათის წინ გავიღვიძე. ის ნახეთ. ბედნიერესია რომ აღარ გავაჩუქე. ნინო თევზი აქვს ნაჭამი. და თათები თევზიანი ექნება. ბედნიერესია რომ აღარ გავაჩუქე. რა ფერი ხარ ხალხი? როგორ ხარ? რა ფერი ხარ? არაფერი არ გამიკეთებია ჯერ. ეს რისთვის გამოვთხოვებინა, რატო არ ჩაიცვა? რა ჩაიცვა? გუშინვე ცეშალი ჭკაჭა. გამოვთხოვე, გავუმზადე ჩაიცვას. ეხლა ყავარდა, ეხლა ხოჭამი შენ ცოტა. და ცოტა ხანში ვიდეო როს ჩავწერ და მე გავაკეთო ეყო. ის პური გვაქვს? გონიხო. გავაკეთე აუცილებლად. თვალის ვეძებ. თვალის გავიკეთებ. რაც არის გძნობ ხოლმე სიმშრალესავით თვალისა ისე შეიძლება კარგად რომ მეძინა მაგით. არა, კარგად მეძინა, უბრალოდ ცოტა მეძინა. 3 საათამდე ვხატავდი ხალხო. 3 საათამდე და ესა, ამას გავიკეთებ და დამისვენებს არა უშავ. ისე წვეთებია ხო რაღაცას თვალის სიმშრალეს, მაგრამ იგი არ ვიცი მე ზოგადად ეხლა არაცეტამოლ სტრეპტოციტი და ეგეთი რაღაცა რომ დანიშნულების გარეშე დალიო პრობლემა არ არის, მაგრამ ცოტა ისეთი რაღაცები, აი ანტიბიოტიკით ხო დალევ ადამიანი, მაგრამ ისეთი რაღაცა რაც არ მიხმარია და არ რაღაცა ესა. ანუ ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება რომ მაგალითად რამე თვალის სიმშრალისთვის გამოვიყენო? საწოლებით არ ამიგაგებ. ყავა დავდგი და სანამ ყავა დუღდება, მინდა რომ გავუკეთო ჩემს გოგონას ცხელიწებოთი საყურე და ყელსაბამი. საყურის მონახაზი გავაკეთე. აი აქ იყოს. ყელსაბამის ფიქრობ როგორი გავაკეთო ყელსაბამი. თქვენ აქ დაგაყენებთ. 2 წამი. თუმცა დაახლოებით ვიცი როგორიც იქნება. 2 წამი. დავაპაუზე რომ ფეხები გაუსწორე სამ ფეხას, თორე ძალიან ვიქნებ ხოლმე. აი ეს. არ ვიცი ხარ რამდენად კარგად. ჩანს. თან ისე მინდა რომ არ დაბნელდეს რა. მე მგონი კაი ის არის. აუ გარეთ ხსარიცხი როგორ დავფინე არ გაინტერესებთ. ყველა თოკია სავსე. აბსოლუტურად ყველა თოკია სავსე და არ ვიცი როგორ გამოჩნდება მოაჯირებზე არის სარიცხი და ფენი. შეხედეთ რა. აგე გაყოლებაზე სუმასე მიფენია. იმიტომ რომ თოკებზე არ არის ადგილი საერთოდ. დაველოდოთ ამის გაცხელებას და დავაწებოთ გოგონას საყურე. ამისთვის ამოვიტანე ფოლგა. ფოლგამდე მაქვს გასაკეთებელი ნინოს. ნინო, მუსიკებია და ხო იცი მაგ მუსიკას მიბლოკავს, რა თან Squid Game ჩაგირთვი. ეს არის რა ქვია მას ნინო დარსი? თუ დარცი? დარცი სასროლი. აი ეგ კიდე, აი. სასროლი მაშინ მიზანში რომ მოვარტყო მაგნიტებით და თავები აქვს მომძვრალი. ცხელიწებო რო გაცხელდება, მაგით გავაკეთებ. ვი რა მაგრა იკრობა? აუ ძალიან. რა თქმა უნდა საყურისთვის ქვები არ გამიკეთებია ჯერ. ქვები უნდა გავუკეთო ჯერ საყურე რანაირად. ხო. იმიტომ რომ ჩადრზე უნდა გქონდეს საყურე. ხო, მაშინ ბოდიში ჯერ ამას ვერ გავაკეთებ, ქვებით უნდა გავაკეთო. და სანამ ქვებს უნდა გავაკეთებ კიდე ის უნდა გავუკეთო. საკიდე.
მაგისთვის ნინო გავარდება ეხლა და უჯრიდან მომიტანს კანაფის ძაბს. ის ყავისფერი იყო, ხო იცი? და მაკრატელს. ეს ჩემი ის არის. ხო. დამხმარებს, რაიცა მონა არ დაუძახო და დამხმარე იქ. აქ იცი რატო ვიდეო. მეტი არ ასწვება ხალხო. მეტი არ აწვება. ამაში უნდა ჩავას ხა? არ არის კარგად ცხელი. მოდი კარგად გაცხადდეს. ჭირს გამოსვლა და კარგად გაცხადდეს. 3 საათამდე ვხატავდი. არ ვიცი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზი გამოვა. ულამაზესი. უნდა გამოვიდეს. ხო, სხვა გზა არ აქვს. ყველაფერი დავამუშავე, ფონი აქვს დამუშავებული, თვითონ კანია დამუშავებული, ყველაფერი დამუშავებულია. პატარა დეტალები გაუნდა და უნდა ჯერ ჩალმა. ქუდი. არა, ეს არა ნინო. ეს ნახე რაღაცეები ურევია ამას შიგნით და არ არის, ანუ სხვა ნახე. ხო, სუფთა არის, სუფთა. დიდი რო. უფრო მაგაზე მუქი არის. ეგეთივე რა, უბრალოდ ნახავი დაინახა. მაგას რაღაცა შერეული აქვს, რაღაცა ძაფებივით და ის სუფთა ნამუშევრისთვის რო გინდა ვერ გამოიყენა. ამას სავარაუდოდ გუში როგორც შეგვიდით, თუ თქვი რომ სამისთვის მოვასწრებ, მე შეიძლება ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ იმას ძალიან ქვების დაწებებას უნდა ხოლმე n რაოდენობის დრო, აი, ხო ეს. ავერცებს მე დავაწერებ. ჯერ არ ვაწერებ არაფერს. მომიყვანე გოგო, ზომა ავიღო. ან იყავი რა თქმა უნდა მოყვანა ხარება. ეხლა უნდა ავიღო ზომა. ხო, რაც შეეხება იმ საკითხს, კიდე დამიწერეს რომ აი იმ საკითხს რატო არ იყენებ, რა რომ უკანან მივამაგრო. ანუ 2 წელით რო გავუკეთო ის საკითხი და 3-იც შეიძლება არ დაიმაგროს. ჯერ ის რომ ეს მასალა არის დაპრესილი ნახერხი. არ მოიგლიჯება, მაგრამ თვითონ ნახატი არის მძიმე. და სადღაცას რო დაკიდო ჯობია რომ ის ჩაამაგრო კარგად, ვიდრე ამას გავუკეთო რაღაც და მოსწყდეს რა. და ჩემთვის მაგალითად აი ეს ძაფი ხელნაკეთ ნივთებში ძალიან მაგრად მიყვარს, თოკი, კანაფის თოკი. ისიც კანაფია თეთრი, მაგრამ ეს კანაფის ძაფია. ეს მიყვარს ხელნაკეთ ნივთებში ძალიან უხდება სხვადასხვის და ბევრ რაღაც დეტალს ამით ვაკეთებ ხოლმე. და საკითხსაც ამით ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ვახდე, მე ესე მომწონს. მე თუ ვიღაცას არ მოეწონება, შეუძლია თვითონ მოჭრას, არ დაეტყობა წინდან არაფერი საერთოდ, ისე გაკეთებული რომ საერთოდ არაფერი არ დაეტყობა, რომ თქვენ მოჭრათ და ვინმე საკითხი გააკეთებინოთ. მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს უფრო დაცულია ესე, იმიტომ რომ ეგ უნდა დაწნახო. ხო. ესე იყოს და დაახლოებით დაცულია იმ ხრივ, რომ ამ სიმძიმეს კარგად უძლებს. აი მისად დავაწვიდე. ესე ხოა. ზომას ცოტა დიდსავიღებ, რომ მირჩევნია. დააკლდეს, კი არა და დარჩეს და მოვჭრა, ვიდრე დავაკლო. ეს უნდა ვიღო ხა 6 წყვილი და დავწნა ნაცნავივით. არა, ამას აუცილებლად განახებ და სანამ ვიდეოს წერ და სანამ ამას გავაკეთებ, ბოლოს აუცილებლად განახებ, მაგრამ დასრულებას უკვე მერე. მინდა რომ ლაივის შესახებ თქვა 1-2 სიტყვა. სულ მინდოდა ამის ჩაწერა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ლაივზე ხდება ერთი და იგივე. ლაივზე არა, ლაივის ჩანაწერზე. ხდება ერთი და იგივე. როდესაც ლაივში ვარ და კომენტარებს ვკითხულობ და რაღაცა გვაქვს საუბარი და ხო გვაქვს ჩვეულები. და მერე ჩემთან დამოუკიდებლად იდება ეს ლაივი. აი, ანუ მე არ ვდებ ლაივს. უბრალოდ მეკითხება, დავდო თუ არა YouTube-ი.
და ვეთანხმები. всё. მორჩა. და დანარჩენს აკეთებს თვითონ. და ეხლა რა ხდება მერე? ცოტა ვამაგრებ თავს, რომ ეს ადვილად კარგად გაიყრება იმაში. გუშინ გადავაფარე წუხელი რძილის წინ 2 საათზე. იმედია შევინარჩუნებ დღეს. მოკლედ ლაივი რო იდება და აი შევდივარ მე კონკრეტულად რომელიღაცა ადამიანის ლაივზე, ისე ვიტყვი რა. და ხედავ რომ ეს კითხულობს, მაგრამ იქ თან წერია რომ ეს არის ლაივი. ანუ ლაივის ჩანაწერი. კარგად რომ დააკვირდეთ რაღაცა, იქ ეწერება რომ ლაივის ჩანაწერი, კი არა, ესა და ეს ადამიანი ამ საიტზე იყო ლაივში. მე დაწერი ვეღარ ვიპოვე. აი ეს. ხო და მე ხო ვიღაცა უყურებს ამას. შემდეგ გასაკვირად გუშინ მთელი ღამის მანძილზე 3000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს ლაივი გუშინ. ხო და რა ხდება? შევედი ლაივში, მოვხვდი ვიღაცის, რავი, ჩანაწერია თუ რაღაცა და ვაკომენტარებ. ეს ადამიანი კითხულობს კომენტარებს, ხო გუშინ როგორც ვიყავით. და მე კომენტარებში წერია ხოლმე რომ რატო ჩემსაც არ კითხულობ, რატო ჩემსაცა ჩემი არ ჩანს, მე დაბლოკილი ვარ. ანუ რატო ჩემსაც არ კითხულობ და სულ მინდოდა ამის იქ ვცემდი პასუხს, მაგრამ ეხლა მინდა რომ აი ამ რა ქვია გუშინდელი ლაივის შემდეგ აუცილებლად ჩავწერო ესე ვიდეოს სახით რა, იმიტომ რომ იქ შეიძლება ერთ ადამიანს გავცე პასუხი, მაგრამ შეიძლება ვიღაცამაც იგივე გააკეთა, არ იცის და გონია რომ იგნორი გაუკეთე ან მაგისი კომენტარი არ წავიკითხე. ეხლა რა ხდება ხა? თქვენ რომ იქ მიკომენტარებთ რომ ჩემსაც რატო არ კითხულობ? თქვენ უკვე მიკომენტარებთ ჩანაწერზე, ანუ სინამდვილეში ლაივი აღარ არის მაგ დროს რა. ლაივის დროს კომენტარები რაც მოდის, იმას ვკითხულობ. თქვენი ფიზიკურად, თქვენსაც ფიზიკურად ხო ვერ წავიკითხავ, იმიტომ რომ ეს არის საათობის ჩანაწერი უკვე და უკვე დევ როგორ ვიდეო, ანუ ჩვეულებრივ ვიდეოს რო უყუროთ. რა ქვია, ჩვეულებრივ ვიდეოს და იქ უკვე აი ხლა აი მაქვს რომ დამიკომენტაროთ. ხო მე ვიდეოში ხო ვერ გაგცემთ პასუხს. იგივე არის იქაც. არ გეგონოთ რა, ანუ იცი რა, რატო ჩავწერე ეგ ვიდეო, რომ შეიძლება ვიღაცამ არ დამიწეროს, რომ ჩემ კომენტარს რატო არ კითხულობ, ჩემი კომენტარი ან დაიგნორე, ან არ მოდის ჩემი კომენტარი და არ დამიწეროს და გულში გქონდეს რაღაცნაირად რა, რომ ეს ჩემ კომენტარებს არ კითხულობს და მარტო სიტყვიერად ცემს იქ კომენტარებში პასუხს. სინამდვილეში ეს არის უკვე თქვენი კომენტარი მოდის უკვე ჩანაწერზე. ლაივი იყო. ლაივში რა კომენტარებსაც ვკითხულობ, ის არის ლაივის კომენტარები. თქვენები მოდის იმ ჩანაწერზე უკვე. არასოდეს არ გეგონოთ, რომ ვინმეს კომენტარს მე დავაიგნორებ, ან ვინმეს დავაყენებ ვინმეზე წინ, არა ამას უნდა გავცე პასუხი და ამას არა. არ არსებულია. შანსი არა. არ არსებული. და კიდევ თქვენ რო კომენტარს წერთ, თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად ხედავთ თქვენ კომენტარს. თქვენ დაწერილ კომენტარს ხო აი რომ გამოგზავნით, ხო იმ წუთას ჩანს. ფიზიკურად ჩემთან ჯერ არ ჩანს. შეიძლება იმ წამს მოვიდეს. ძველები რომ ვინც ხართ, იმათ იცით ეს ამბავი, ბევრჯერ მიხსენებია, ბევრჯერ მითქვია კომენტარების შესახებ და ბევრჯერ ვიტყვი კიდეც, იმიტომ რომ საჭიროა. რომ ხალხს არ ეგონოს ეს. შეიძლება მოვიდეს იმ წამს. შეიძლება მოვიდეს რამდენიმე წუთის მერე, რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდეს, მაგალითად შევიდე ცარიელია. გამოვიდე ისევ შევიდე და იქ კომენტარი დამხდეს, ოღონდ ეწეროს ეს კომენტარი სადაც 1 საათის წინ დაიწერა, მაგრამ ფიზიკურად ის ჩემთან ეხლა გამოჩნდა. რამდენს გახსოვთ? 1 წლის კომენტარები რომ მოვიდა, 200 რაღაცა კომენტარი მოვიდა უცბად. 6 თვიდან 1 წლის ჩათვლით დაწერილი კომენტარები. სად იყო მე არ ვიცი.
მოვიდა და მე მწერდნენ რომ გავოცდით ერთი წლის წინადელი კომენტარებს პასუხი გაეციო. ანუ ფიზიკურად როცა მოვიდა მაშინ გავეცი. ჩემთვის ის ახალი იყო, იმას კი დაავიწყო, მაგრამ ის ახალი იყო ჩემთვის. კომენტარების სადღაცა 20% იკარგება. შეიძლება უფრო მეტი. ეს არის YouTube-ის ამბავი. არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სულ ყველა ვიდეოზე მე მაქვს ჩართული კომენტარი, სულ ყველა არ ვფილტრავ, იმ წამს უნდა მოვიდეს, რა წამსაც დაწერთ წესით. ყველასი უნდა მოვიდეს, გარდა იმ ვინც ხადაბლოკილებისა, ვინც ოდესღაც დაუბლოკი. ხო. შეიძლება არ მოვიდეს. თქვენ ხედავდეთ, მაგრამ ჩემთან არ მოვიდეს და არ გეგონოთ, რომ გამომჩა. არ გეგონოთ, რომ გამომჩა. აი, უფრო მრჩება ხოლმე, იცი რომელი კომენტარი. ნინო, შეგიძლია 2 წამი რა იქ დადგე? აი, ეს რა, მიჭირს ესე. ნინო მეხმარება ხოლმე და. დაიჭირე ცოტა გაწიე. ანუ არ ჩანს, არ მოდის, ძალიან უწევ რა, ხელები გამიგრძელდა. იკარგება. არ ვიცი რა ალგორითმით, ნინო. აბა ან დადექი ან ისე მე მომეცი რა. ან ხან წინაწევ ხან უკან. რაღაცა არ ვიცი YouTube-ის ალგორითმს ეძახიან, რაც კომენტარებს, ვიდეოებს და მოკლედ ყველაფერს იმაშვება რა, ამოწმებს. აი ვიდეოს რო დადებ, ამოწმებს, აუ ამეხმარჭა რა, არ მიყვარს ხოლმე ეს მომენტი. გაიწიხა ცოტა. ასე რომ არასოდეს არ გიგონოთ, რომ აი ლაივში თქვენ კომენტარს არ ვკითხულობ. ეს როგორ მოწვიდე? არ მოწვიდე, ხელწებოთ დავამაგრე. ხოდა მინდოდა რომ ნინო გაწიხელი. მინდოდა რომ ამ თემაზე ვიდეო ჩამეწერა რა. პირველი არ არის ეს ვიდეო რაც ამ თემაზე ჩავწერე, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი შემოდიხართ და მინდა რომ იმათაც იცოდეთ. ძველებმა იციან ამ თემა, ეს უკვე ჩვენთვის დაღეჭილი თემა არის. ფიზიკურად მეც რო დამიწერიან ანუშკის კომენტარი ან არ მიდის, ან მერე მიდის. ესე ხდება, მარტო ჩემთან კი არა, ზოგადად სუესია, ყველგან ესია. ხან საერთოდ შეიძლება არც დაგაწერინოთ YouTube-მა კომენტარი. ამ ხელა რაღაცაა და ხარვიდები ამასაც აქვს. რას გაწიე, გაიწიე. ნელაწყალი დავარ. ეხლა მე ამ გოგოს გავუკედებ სამაგრს და განახებთ. ოღონდ მე რასაც განახებთ, ეგ იქნება სინამდვილეში რაც უნდა იყოს იმისი სადღაცა 40% დასრულებული იერით, ანუ ვერ მიხვდებით კიდე რა, იმიტომ რომ ლაკს რო წაუსმე ხო იცით რაც როსტის ნახავს. გაიწინ? აქ გამოდი და იქ გაიწინ. აჰა, მურჩა. შენ ხელიც რო გაწიო? ეხა იქ არის 6 პირი ძაფი. თან არის ჯერ ისედაც მყარია ეს ერთი. და თან არის გადაგრეხილი. არ არსებობს ეს რო 5 ამხელა წონა იყოს, მაინც გაუძლებს. ყავაც ამიდუღდაგე? ხოდარი, აი. გუშინ ღამე რა ბავშვები რო დაწვნენ, მაშინ ესე მივხედი აქ მქონდა მიყუთებული ლაივში რაც მქონდა დახატული და თავი დავანებე რა, მოკლედ რომ მეთქი ხვალე იმას ვიზაავ. მე იმას გავწექი, შენ კიდე აკეთებდი? და იონეც რო დაწვა 12 საათის ვიწვევიან ხოლმე, რო დაწვა რაღაცა, ხა უყურებ რა, ესე მიყუთებული მქონდა. ხა რა ვქნა? ხვალ ამას კაი დიდი ხანი მოუნდება, რა უყო ის რო ვერ მოვასწრო, ის რო ვერ მოვასწრო და რომელიღაც არხზე გადავდე, მე მგონი მაგთის რომელიღაც არხზე და გადიოდა ფორსაჟი პირველი ნაწილი. მიყვარს ეგ ფილმი 9 თუ 8 არის, მე მგონი და მე 9-ია საქართველოში გადაღებული. ხო და ისა. მიყვარს და დავდექი და ჩაუჯექი. ზოგადად ის მსახიობი ძალიან მიყვარს. კაცი. კარგად დაიჭი, დაახვიე ხელზე, რაღაც ბოლბოლო იმაზე გიჭირო. ხო და დავიწყე ხატვა, თან ვუყურებდი. დამთავრდა პირველი და მეორე ფორსაჟი რო დაიწყო, მე მივხვდი რომ მეც ვეღარ ვიყავი კარგად და თავდებოდი და 3 საათი იყო რომ
დავიძინე. და 12-დან 3 საათამდე მივიყვანი ამ მდგომარეობამდე და 3 საათი ხატავდი. ხო. და ჯერ ქვები დაახლოებით ალბათ ისევ მაგდენით რომ დასჭირდება რომ დავიწყო და დავამთავრო. მაგრამ დღეს უეჭველი უნდა მოვრჩე. უეჭველი. თან დღეს ბოლო დღეა სახში ყოფნის ჩემი ხარ სამსახური იწყება და ისინი მაქვს საჭმელები და რაღაცები გასაკეთებელი ხვალისთვის უთო და რაღაცეები გინოგაწიე. ესეც რა შეიძლება. ხო, მაგის ფასება. თუ კაი გოგო ვიქნები და ყველაფერს კარგად მოვასწრებ, მე საღამოს დავიწყებ მეორე ნახატს. ეს ოღონდ შავ თეთრში გავუშნინ. შეერთი მიდი. შავ თეთრში. ეხლა უნდა დავარო. მარტო შავ თეთრი მოლატყა იქნება. შავი და თეთრი, სხვა არაფერი არ არის. გავუშ. შემიძლია თავ ჩამოვეკიდო და გამიძლებს. ეხლა თქვენ ძალიან აღარ მოგაცდეთ. აი მე რა ის მომეცი. მაშინ ჩავასხათ. ჩქარა. არა იგი არა. ესთან. ნინო ჩქარა უნდა გიქნა. არა ვერ ქენია. მე ეს ჩქარა თუ არ ქენი რკინაში რო ვასხავთ სივდება. და ხმება და ვეღარც ამოვიღებთ მე. მაშინ კაი რო ანუ რო გაცივდება და ამას ვერ გაუკეთებ. ვერ ამოიღებ ფიზიკურად და იქნება შიგ. მომე? ცივდება და ქვავდება ცხელი წერილობად. მომე, всё. всё. რასაკეთებ? დაიცადე, კარგა გაცივდეს, მოსძვრება. აბა მოვდოდი ქალბატონო. ჩემი ქალბატონია, გავუკეთებ საკითხს და ვნახოთ, კაი? ორივე მხარეს ესე. იმითაც ვაკეთებ ხოლმე, რა ქვია, სილიკონის წეროთი, მაგრამ ეს სწრაფად რო ხმება. სილიკონს ეთახენ დრო სჭირდება ხოლმე რომ დავიჭირო და ეს აქვავებს ეგრევე. ესე. ესეც აქედან. ეს საღამო ხანს გაბანავებ ნინო. თქო ჩავწიოთ ამის მოჭრა შეიძლება. აი რა ცუდი არის ხა რომ აქვია, მოიცა თქვენი გადაგსვათ. გითხარით რომ წებოსთან ახლო მივიდე, თორე ვერა, კარგად ვერ იმასვისა. ერთი წამით. მე ისე კაია. მე შემიძლია მოწევა და წებოსთანაც ახლოს ვიქნები. ეს წებოს უდო. განახეთ, ნუყურებთ ჯერ. ჯერ ნუყურებ. თვალებდა. ხო, ჯერ არ ვიცი, არ მომიფიქრებია ამ ქუდრა გადავაკიდებ ჩ. ჩაჩადრი არა, ჩალმა ხო? ფერებს. შავს და მწვანეს რო გამოვიყენებ, ვიცი. გარეთ გავკიდე, მაიკა? არ არის ჩემი. როგორ არ არის? აი აქეთ კიდია. აი, ქარის ზარი რო კიდია, ხო იცი? აი მან, წუხელ გავკიდე. ორივე შენია. შეგი, წყალი რო არ მოდიოდა საცხე და ხალხს ტანსაცმელი აღარა. ესე ზოლებად ხა მოვაბრუნოთ
იგივენაირად აქ. ვაიმე, მოძრა. ნინო, წამოხტი, ნინო. შეერთე. როი გამიცივდება. გამოვკარი და გავისროლე. რამდენიმე წამიღა მინდა. გამიწევი. всё, მარჩარა. ერთი სიტყვით და ორი გაგებით. და კიდე ისი როგორ შეგიძლიათ გაარჩიოთ ლაივი და ჩვეულებრივი ვიდეო და ჩანაწერი. ლაივი ყოველთვის არის ხოლმე შვეულად. ანუ ჩვეულებრივი ვიდეოს ფორმატი ახლა როგორც ვიღებ არის ეს. ლაივი არის ეს. და კარგად დააკვირდით ხოლმე. მაგალითად, როდესაც შემოხვართ და გგონიათ, რომ არის ლაივი, ესეც ჩანაწერს, ესე როა ფორმატით, ანუ სიგრძეზე ტელეფონი. აუცილებლად ქვემოთ უნდა მიყვებოდეს წითელი ზოლი. წითელი ხაზი თუ არა აქვს, ის ლაივი არაა. წითლად უნდა იყოს წითელი ხაზი. აი ეგაა ლაივი. მაგითაც შეგიძლიათ გაარჩიოთ ლაივში ვარ თუ არ ვარ. ძალიან ადვილად. კარგად დავაფიქსიროთ ახლა და გაჩვენებთ ჩემ გოგოს და თქვენ გოგოს და შეგვიძლიათ დაგემშვიდობოთ მომავალ ვიდეომდე. ახლა ამას წინ დავაწევთ, რაც დამრჩა და ქვებს რო დავაწევებ, ის ქვები იმას იზავს, კი არ დამალავს. არ დამალავს. ქვებთან არა, დამალავთ, აი, ნახეთ, ეს ხოა. აი ამ ზოლზე, აი აქ დავაკრავ და მე ამაზე უნდა დაწევდეს ქვები და ჯერ ის რომ დაიმალება საერთოდ და არ გამოჩნდება. და მეორე ის რომ ის ქვებიც ამაგრებს, ამყარებს და არაფერი არ არსებულია რომ ის ჩამოვარდეს, всё აღარ მიგება. მაშინაა. არა, მოჩი. ანუ კარგად იჭერს და ის ქვები რო დამაგრდება ამაზე, შანსი აქვს 0 რომ ჩამოსვლეს, გამოსვლეს, გაიხსნას არ არსებული. ხო, ნინო, იმ წებოს რო ამოვიტან მე ცივ სილიკონს. ქვების სიტის ვაწევებ, გამახსენე რა ის ფაჯარაზე რო პლინტუსი მოსწრა რო დავაწევ. თქვენთან რა მოსწრა თაროზე. всё, მორჩა. ეს უკვე ცივია, ეს უკვე ამის დაკიდვა შეიძლება. თან იცი რა არის, ამ ნახატს აი ეს სიტუაცია უხდება. თან მაგრად. ეხლა აი ამ ადგილას ვაწებებ 2 ცალს კიდე რომ დაკიდების ადგილას იყოს მყარი, ანუ ალურს მაზე ან რაღაცაზე რომ დაიკიდება, ის ადგილიც იყოს კარგად დაცული. ეს არის აი ეს ადგილი. ეს შენი მაიკა იყო ბარბარე? ესე. ეს იმისთვის რომ გაუძლოს იმ ნივთს თვითონ რაზეც დაკიდებ რა. არ გაიხეხოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველანაირად დაცული არის. ჩამოვარდნის შემთხვევაში გაფუჭდება თუ არაო. არაფერი არ მოუვა, შეიძლება ერთადერთი მოსძვრეს ქვა. თუ რა ვიცი, აი რაღაცა 3 მეტრიდან ჩამოვარდა. სხვა არაფერი არ გატყდება, არაფერი არ მოუვა, შანსი არ არის. თუ ძალით არ დააზიანე. და ქვის მოძრობის შემთხვევაში მიაკრავთ. იგივე ადგილას. ცოტა გააცხელებ ქვას და მიაკრავთ. თორემ სილიკონს
იმას იწავს. მორჩა. ესეც მორჩა. მე შევიტან, დავაბინავებ. ყველაფერი მორჩა, ხელებზე მაქვს წებო. არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ არის ვიზამთ. და ეხლა განახებთ გოგონას. რომელიც სადღაც 95% არის დასრულებული. 1, 2 და 3. იცოდეთ რომ საყურე და ყელსაბამი არა. საყურეს ის მონახაზი არის, ყელსაბამის არ არის ჯერ, მაგრამ ვიცი დაახლოებით როგორც უნდა გავუკეთო. ხო, რაც შეეხება ამას, ნახეთ. ნახეთ რა ლამაზი გოგოა. ნახეთ რა ლამაზია. ანუ ამ ფერებს თქვენ აღიქოთ მე ლაკის დროს. საყურეს ხედავთ არ ვიცი, ჩანს საყურის მონახაზი მრგვალად. ფანქრით ჩანს, ნახეთ. აქ ვუკეთებ საყურეს და აფრიკელებს რო ოქროს ვრგოლები უკეთიათ, ხო იცით? მსგავსი ტიპისას ვფიქრობ აქ რამდენიმე გავუკეთო აი ამით. ფოლგით. საყურეთ ფოლგით და ეს ვერცხლისფერი გამოაცოცხლებს კარგად ნახაც, ეს თუ სადმე სიმუქეა ის ამოიყვანს და რაც შეეხება ამას, მწვანეთ არ რჩება, ეს უბრალოდ შიდა ფონია, რომ ქვების ქვეშ ქვებს რო დავაწებებ შიქო რაღაც ანუ რჩება ის ფიცრის ადგილები რაც ჩანს ხე. ანუ რო არ იყოს და კარგად ერწყმოდეს ამ ნახატს, მოკლედ. და ამ ფერებს სავარაუდოდ მწვანეს, რადგან მუქია შავს და ყვითელს ვფიქრობ, რომ არც გავუკეთე. ან შეიძლება ძალიან პაწაწინა დეტალი გავუკეთე, იმიტომ რომ საკმაოდ აქვს ყვითელი ნახატს და არ მინდა რომ ძალიან გადავაყვითო. მინდა რომ ცოტა ჩავსვა ფერებში. შავის მაგივრად მაქვს იასამნის ფერი ქვა. ვფიქრობ, რომ იმას გავუკეთებ. შავის მაგივრად არა. ყვითლის მაგივრად. ნუ რა ნახოთ. ჩვეულებრივი ქვებიც მინდა ამაზე გამოვიყენო. ჩვეულებრივი კენჭები, შეღების გარეშე. ამას დავუმატე პირსინგი, არ ვიცი რამდენად გამოჩნდა და ცხვირზე აქვს საყური პაწაწი და პირსინგით გავუკეთე. ასე რომ დღეს თუ ისეთი არაფერი არ გამოჩნდა და არ მაქვს იდეაში რამე რო სადმე წავიდე, ამ გოგოს დავასრულებ. ძალიან მომწონს. ყველაზე მაგარი არის ხოლმე ჩემი ემოცია, როდის იცი? აი ამ დეტალს, ცხვირს და ტუჩებს, რომ თეთრი შეეხება. ხო, ეხლა რაც შეეხება, შეიძლება ზოგმა თქვას, რომ თვალიო ესეთიო არ არისო. სადაა, ხო ღია ადამიანის თვალი. მაგრამ ამ სტილის ნახატს ესეთი თვალი უხდება. ქვემოთაც ესეთი მაქვს გაკეთებული, ამის წინაც ესეთი გავაკეთე, ესეც ესეთია და შავ-თეთრს რო გავაკეთებ, ისიც ეგეთი იქნება. მოკლედ, წავედით, ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ასე რომ, იცოდეთ, რომ კომენტარებს რომ თქვენ წერთ, არ ვაიგნორებ. არ ვახტები, რომ სხვას უპასუხო თქვენ არა. ეს სიტყვით მინდა რომ იცოდეთ, რომ რომელია ლაივი, რომელია ჩანაწერი. ლაივს გასდევს წითელი ხაზია, ესეც ვიდეოს ბოლოს. სუ წითელი. ჩანაწერს არა. ძალიან ადვილად გაარჩევთ. წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, კარგად.